გამარჯობა მეგობრებო, აქ წესით ხა წინსაფარი უნდა დამექნია, როგორც ჩვენს ყველა ვიდეოშია, მაგრამ ჩვენი ყველა წინსაფარი წაღებულია გასარიცხად. ამიტომ გვაპატიეთ. დღეს გავაკეთებთ დესერტს, რომელიც ჩემი აზრით ყველა ქართველს უნდა ქონდეს გასინჯული და აქ ალბათ გასინჯული კიდეც. ეს რეცეპტი თითქმის ყველა ოჯახში კეთდება. ყველა ოჯახს აქვს თავისი ბებიის ტრადიციული რეცეპტი, მაგრამ დღეიდან თქვენ არა მხოლოდ ბებიის რეცეპტი, არამედ სუფრის კოძის რეცეპტიც გექნებათ რეცეპტების წიგნში. მაგრამ სანამ მზადებაზე გადავალთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოწვევთ ჩვენი არხი და ლაიქდეთ ვიდეო და დაგვიწევთ კომენტარებში თუ რა გინდათ რომ შემდეგში გასწავლოთ. ხო და ეხლა რაც შეეხება რეცეპტს. ეს რეცეპტი არის, მოდი ვიტყვი, მოვიპარავ და ქართული, რადგან ისინი ყველაფერს გვპარავენ. მოპარული აქვს და გვიმტკიცებენ რომ ჩვენი დამწერლობა მათი დამწერლობაა. მოპარული აქვს შოთა რუსთაველის იდენტობა. მოპარული აქვს ვეფხისტყაოსანი, ჩურჩხელა, ხინკალი, ჩაქაფული და ყველაფერი კარგი რაც კი გვაქვს. და დღეს გადაწყვიტა სულის კოზმა რომ ჩვენს რაღაც მოვიპაროთ და დღევანდელ რეცეპტს მივუძღვით ქართულ ქადას. ანუ იგივე სომხურ ქადას. როგორც მანამდე ვახსენე, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მეძღვნება სომხურ, ანუ ქართულ ქადას. დღეს გავაკეთებ ძალიან მარტივ რეცეპტს, რომელიც მგონია რომ ყველას გამოგივათ. სუგჭირებათ რამოდენიმე ინგრედიენტი, თავის შიგთავსიანა და თავის აცომიანა, არის კარაქი, ფქვილი, შაქარი, რაც იგივე მეორდება შიგთავსშიც, მოკლედ ძალიან ბიუჯეტური და ძალიან კარგი დესერტია. ამიტომ დრო აღარ დავკარგოთ და გავაკეთოთ ქართული ქადა. რისთვისაც არ გჭირდებათ. სანამ ინგრედიენტებს ჩამოვთვლით, მანამდე მინდა გაგახსენოთ, რომ კოკოკოლის თავსახურების ქვეშ, ყვითელი თავსახურების ქვეშ მოთავსებული კოდების შეგროვება ისე გრძელდება და მართალია ეს ლიდერბორდი დამთავრდა, ოფენერს ლიდერბორდი დამთავრდა, მაგრამ შემდეგი ლიდერბორდი რა იქნება, ჯერჯერობით არ ვიცით. მაგრამ თქვენი ქულები არც არ იკარგება და შემდეგი რაღაც საოცარი ლიდერბორდის და პრიზების მოგება ისევ შეგიძლიათ. ამიტომ ისევ და ისევ კოდები შევიყვანოთ აპლიკაციაში და დავაგროვოთ ქულები. და როგორც კოკოკოლა იტყო და კოკოკოლის დალევა ეხლა ორჯერ უფრო სასიამოვნოა. პირველი რა თქმა უნდა გავაკეთებთ ცომს, რადგან ცომს დაახლოებით 1 საათი დასვენება ჭირდება მაცივარში და ამიტომ ცომისთვის დაგჭირდებათ. 450 გრამი ფქვილი, 250 გრამი მაწონი, 250 გრამი კარაქი, 1 ცალი კვერცხის გული, 9 ჩაის კოზი მარილი, 9 ჩაის კოზი ვანილი და 9 ჩაის კოზი სოდა. დიდ ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და ჩაახხეთ კარაქი როგორც ვიდეოში ანაჩვენები. გავსისოთ თითებს შორის ფქვილი და კარაქი, რომ კარგად გადაანაწილოთ ერთმანეთში, დავუმატოთ ვანილი და სოდა და ისევ გავაგზავნოთ სრესვა, რომ მივიღოთ ესეთი ფანტია მასა. დავუმატოთ კვერცხის გული და მაწონი და მოვზილოთ ერთგვაროვანი მასა. ესა ჩვენი ცომი, უნდა გადავახვით პლასტიკში და შევინახოთ მაცივარში დაახლოებით 1 საათი ან 2 საათი უმჯობესია. და ერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად ის არის, რომ კარაქი აუცილებლად უნდა იყოს ძალიან ცივი, რომ ძალიან არ გაგიდნენ ცომის დამუშავებისას. ამიტომ ეხლა შევინახოთ ეს მაცივარში და მანამდე კი გავაკეთოთ შიგთავსი. შიგთავსის დაგჭირდებათ 150 გრამი კარაქი, 200 გრამი ფქვილი და დაახლოებით 350 გრამი შაქარი. დიდ ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და შაქარი და შემდეგ ამოვალეთ კარაქი ამასაში, რომ გახივისას უფრო გაგიადულდეთ და არ მიეკროს სახიხს კარაქი. და ისევ თითებით ავსრისოთ ერთმანეთში. ეს უნდა მიიღოთ ესეთი ფანტია მასა, რომელსაც მე შიგთავსში ჩავდებთ და გადავახვევთ. აქაც ერთი რაღაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ კარაქი უნდა იყოს აუცილებლად ცივი, აქაც, რომ არ დადნეს და არ აიტყლიზნოს, შემდეგ ეს მასა და გამოვიდეს ესეთი ფანტია, როგორც მანამდე განახით. ეხლა ეს შეგვიძლია მასა შევინახოთ მაცივარში, სანამ ისვენებს ჩვენი ცომი და მე უკვე გავაბრწყოთ და გადავახვევთ ჩვენი ქართული ქადა. ამასობაში ჩვენმა ცომა დაისვენა უკვე, ხა უნდა გავაბრწყელოთ, დავფქვილავთ ზედაპირს, გავაბრწყელეთ ამას, დავადებ ზემოდან მე ჩვენ გაკეთებულ მანამდე მასას, უკვე მზად ვიქნებით გამოსაწყობად. ამიტომ ახლოს მოიწიეთ. დავფქვილეთ სამუშაო ზედაპირი და დავუწყოთ გაბრწყელება. და უნდა გავაბრწყოთ დაახლოებით 2 მმ-ის ზომაზე, როგორც ვიდეოში ანაჩვენები. კარგად ფართედ. გაბრწყელებულ ცომს კი დავაყაროთ მანამდე მოზიდებული შიგთავსი და კარგად გადავანაწილოთ მთელ მასაზე. კარგად მჭიდროდ გადავახვევთ როგორც ვიდეოში ანაჩვენები და ბოლოს კარგად შევუკრათ ბოლოები და დავუჭრათ შემდეგ მახასიათებელი დანით. თუ არა გაქვთ ჩვეულებრივი დანით. გამოსწყობ ქაღალდ დაფინელ გამოსწყობ ლანგარზე გადავაბრძანოთ ჩვენი ქადები, 1 ცალი კვერცხის გული ავთქვიფოთ და წავუსვათ ფუნჯით, როგორც ვიდეოში ანაჩვენები და მზად ვართ თუ გამოვაწყოთ. ეხლა ჩვენი ქადები შევუშვათ წინასა გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი. სომხეთში, როგორც ბევრ სხვა ქართულ კერძებში გვენახია, სომხურ ქადაში ათავსებენ ხოლმე მონეტას ქორწილებში და ვისაც ამოუვა ეს მონეტიანი ქადა, მას ექნება ბედნიერი წელი. მაგრამ კიდე ისტორიის თანახმად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩურჩხელაც და ხინკალიც ქართულია.
ესეც გამოცხო შენი ქადები, გავიდა დაახლოებით 20-25 წუთი. გამოვიდა ესეთი მშვენიერი ჰადუშკები. ერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ, კარგად უნდა გადაახვიოთ, ძალიან მჭიდროდ. რადგან შემდეგ ეს ჰაერები, როგორც აქ, არ გაიკეთოს რაღაც ნაწილს ეგრე აქ გაკეთებული და რა შეცდომას უშუქებთ ხოლმე, ეგ უნდა გითხრათ, რომ თქვენ აღარ დაუშვათ. რაღაც მომენტებში გაგვიქცა ყურადღება და ვეღარ გადავახვი, ეგეთი არის, მე მგონი. ერთი ცალი არის ეგეთი რა, საჩვენებლად. აი რომ შეადაროთ, ეს არის მჭიდროდ გადახვეული და ეს არის ნაკლებად მჭიდროდ გადახვეული. შეეცადეთ რომ ყველა მჭიდროდ გადაახვიოთ, რომ ყველა ძალიან ლამაზი გავანგივიდეთ. რაც შეეხება გასინჯოს, ახლა იდეაში ცხელად ქადა არ ისინჯება და ჩემს საბასაც ვერ დაუძახებ, იმიტომ რომ 7 მაისია დღეს და დღეს არის დიდი ადამიანის კოლორიტის საბა ჩექეზიშვილის დაბადების დღე და გთხოვთ რომ მიულოს კომენტარებში გაგვისპამოთ და რაც შეეხება გასინჯვას, ცხლად არ ისინჯება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მაგრამ გავსინჯა რომ დავრწმუნეთ რომ ძალიან გემრიელია. აი ხა ეს გავსინჯა, ამას ცხელია და იმედია პირად დამეწება. აუცილებლად გააცივეთ. რადგან ჯერ გაცეებული არ არის, შიგნით არაქის და ქვილისის ჯერ კიდევ ჩაცომებულად არის. ეს უნდა დაждდეს კარგად და რო ისეთი უნდა იყოს რა. ამიტომ დაახლოებით 1-4 საათი დაჭირდება ოთახის ტემპერატურას დაждდეს. ამიტომ ეხლა ამას აღარ მივირთვებ და ვაცდი რომ გაცივდეს. თქვენ კი მანამდე გამოეწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო და დაგვიწერეთ თუ რისი სწავლა გინდათ შემდეგში. ბაი!